როდემდე აპირებენ მომიტინგეები ამ პერიმეტრზე ყოფნას? რამდენიმე წუთის წინ დაისვა აქციაზე უნდა დარჩნენ მელიქიშვილზე თუ უკვე უნდა გადაინაცვლონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ჯერჯერობით ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დარჩნენ ისევ შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზუსტად 2 საათი არის აქცია რჩება კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. ხედავთ ახლა აქ არსებულ ვითარებას მელიქიშვილის გამზირზე, სადაც მოქალაქეები ჯერჯერობით არიშლებიან, აქ იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ისედაც დგანან ქუჩაში. გარდა ამისა იმყოფებიან ის მოქალაქეები, რომლებმაც ქუჩაში გამოსვლა გადაწყვიტეს გუშინდელი ძალადობრივი პროცესების და იმ კადრების შემდეგ, რომელიც საჯარო იყო და მედიით გავიდა. და გარდა ამისა იმყოფებიან ასევე პოლიტიკოსებიც სხვადასხვა პარტიებიდან. აქციას შემოუერთდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების და აქ ხედავ ახლა ერთ-ერთი პატიმრის დედას ნარგის ცეცხლაძეს. კაპიტან ნარგის, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ, დაგისვამ შეკითხვებს თუ შეიძლება. დღეს ძალიან ბევრი ოჯახის წევრი იმყოფებით აქციაზე. რატომ მიიღეთ დღეს აი აქ დგომის გადაწყვეტილება? შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ალტერნატულ მისამართად იქცა საარჩევნო შტაბი, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი აი ამ უწყვეტი პროტესტის. გითხარით მოკლედ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ და იმ პროცესების შესახებ, რასაც 2 დღეა ვაკურდებით. ეს პროტესტი გამოიწვია ქართულმა ოცნებამ. გუშინ საზმაო ყოველდღე დადის ამ გზაზე. დაახვედრეს პიტუშკები, შეურაცხყოფა მიაყენეს ქალებს, წყობიდან გამოიყვანეს და აი ძალიან ცუდია იმედი მარტო იმას აჩვენებს ჩვენი დაზარალებულები და ნალანძღები როგორ უბრუნებდნენ პასუხს. შეურაცხყოფას რო გვაყენებდნენ, გვაგინებდნენ ბოთლებს გვიშინ, აი როგორი წვიმა მოდიოდა, იცი ბოთლების გაყინული ბოთლები და თილები შუშის და იმედია იმაშობა ცალმხრივად აშუქებს და უნდა უთხრა იმედ სირცხვილი თქვენ თუ ხარ დემოკრატია, უნდა იყოს დემოკრატია, უნდა გააშუქო ორივე მხარე. პარალელურად რო გავავლოთ იმ საქმეებზე, რის გამოც სინდისის პატიმრების ხედან ახლა ციხეში. მათ შორის ერთ-ერთი არის თქვენი შვილი. აი გითხარით რა პარალელს ავლებთ იმ ბრალზე, რასაც მათედავებიან და იმაზე, რაც გუშინ გუშინ იმდენად შეურაცხყოფილად გნობდი თავს, რომ ერთი პერიოდი გულიც ამიჩუყდა. უხურებდი კაცებს, ახალგაზრდებს, ბაბუებს, ჩემი ასაკის და რასაც კადრულობდნენ. ის ჩვენ ბიჭებს არ უკადრიათ. და სირცხვილი ქართულ ოცნებას, სირცხვილი პროკურატურას რატო არ იძევს? აი გუშინ გოგოს რა უკნეს, თავი მოუგრიხეს, სახეში თკლიცას აი მზიარის გამო დაიჭირეს და რა გააკეთა მისმა ტიტუშკემა. ამას ქვია ორმაგი სტანდარტი. სამარცხინო აშინებთ აი ეს ძალადობრივი ქმედებები პარტიის. ეს თვითონ არიან შეშინებული და ძალადობა აქვს დარჩენილი, თორემ მე არაფერი აღარ მარჩინებ. შიში განულებულია ჩემში, არანაირი შიში არ მაქვს, საერთოდ ვიბრძვი ბოლომდე, აი მზად ვარ სიკვდილისთვისაც, ოღონდ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. ამათ აქვთ ბევრი ეტყობა დასაკარგი, ბევრი აქვს მოპარული და რა უნდა ქნან არ იციან. მოლაპარაკებაზე უნდა წავიდნენ ხალხთან, არ შეიძლება გაჯიუტება. ხალხთან უნდა შემოვიდნენ მოლაპარაკებაზე და ქვეყანა ერთად გადავარჩინოთ. არა ესენი ჯიუტად დგანან და გაჯიუტებული და მასე ქვეყანას ვერ გადავარჩინოთ. აუხსნით ნარგის ცეცხლაძეს, ზვიად ცეცხლაძის დედას, როგორც გითხარით, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები აქ იმყოფებიან დაახლოებით 2 საათია უკვე ასეთი ვითარება არის მელიქიშვილის გამზირზე. დღეს განსხვავებული სტრატეგია აირჩია, შეიძლება ითქვას, ქართულმა ოცნებამ, რადგან არ გაღებულა დღევანდელ საღამოს არ გაღებულა შტაბის კარი, ხოლო ფანჯრებიდან შემოიფარგლნენ გარკვეული ძალადობის გამომხატველი უცენზურო ჟესტებით პარტიის წარმომადგენლები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მობილიზებულები პარტიის ოფისში არიან პირები, რომლებსაც შენობაშიც კი სახეები აქვს დაფარული. მათ უკეთიათ ნიღბები, აცვიათ ძირითადად შავი ტანსაცმელი და არიან სპორტული აღნაგობის. ისიც არ ვიცით ისინი არიან თუ არა პარტიის წევრები, რადგან კონტაქტზე აქციის მონაწილეებთან გარე პერიმეტრზე ისინი კონტაქტზე არ გამოსვლან. შესაბამისად, ეს არის კადრები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ფანჯრიდან და აი ასეთი ვითარება არის შტაბის შიგნით, სადაც რჩებიან
პარტიის მხარდამჭერები, წევრები, თუ არ ვიცი კიდევ ვის შეიძლება იყოს, არ გვაქვს ინფორმაცია არიან თუ არა, მათ შორის მაგალითად ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და ასევე ოფისში იმყოფება კახა კალაძეც, როგორც ეს კადრებში დავაფიქსირეთ. გადავინაცვლოთ სხვა რესპონდენტებთან, რომლებიც აქ უერთდებიან აქციას. ვაჟა გაფრინდაშვილს ხედავ ახლა ექიმს. ბატონო ვაჟა, პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ, თუ დაგვითმობთ 2 წუთს, მოგესალმებით. გითხარის თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ნახეთ და თქვენც ნახეთ ალბათ, როგორ განვითარდა პროცესები მელიქიშვილის გამზირზე. ჯერჯერობით არავინ არის დაკავებული და არათუ დაკავებულია პარტიამ უჩიულა დაზარალებულ აქტივისტებს, ნაცემ აქტივისტებს, რომ პირიქით მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? თქვენ სხვა რამეს ელოდებოდით? მაგრა იქნებოდა ხო ცხადია. გამოძიებას დაიწყებენ და ადგენენ ვინც ცემეს ისინი იყვნენ დამნაშავეები და ასე გათავდება ყველაფერი. ძალიან კარგია დღეს მშვიდობიანი თავდება, რომ არ მოხდა არავითარი ექსცესი, რასაც ელოდებოდნენ, იმიტომაც იყო რომ პოლიცია მოშორებული იყო, რომ მე ჩვენთვის დაებრალებინათ ყველაფერი. ამიტომაც ჩვენი პროტესტი მშვიდობიანად უნდა გავაგრძელოთ. აუცილებლად არ შეიძლება და უნდა მოვითხოვოთ არა რიგარეში არჩევნები, არა პოლიტპატრონების გამოსვლა, არამედ ხოცების სასვლა. ხოცები ამ ქვეყანაში მთავრობაში აღარ უნდა იყოს. წავიდნენ თუ აქვს იმის ძალა რომ კენჭი იყარო თუ რა თქმა უნდა იმეება ვისაც დანაშაული არ აქვს ჩადებული. ხოცებში ასეთი მე არ მეგულება რომ დანაშაული ჩადებული არ ვაჟა გაფრინდაშვილს ექიმს, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილეა, აქ პერიოდულად ისმის შეძახილების სკანდირებენ აქციის მონაწილეები და ამ ზავნილების მთავარი ადრესატი ცხადია არის ქართული ოცნება, ასევე მღერიან სიმღერას, რომელიც ყველაზე გამაღიზიანებელია, შეიძლება ითქვას ოცნების წარმომადგენლებისთვის. გეტყვით კიდევ ერთ დეტალს, როდესაც მოვედით დაახლოებით 2 საათის წინ ქართული ოცნების შტაბთან, მიმდებარე ტერიტორიაზე შორი ახლოს საკმაოდ დიდი რაოდენობით იყვნენ მობილიზებულები, სამართალდამცველები, აქ იყო მიკროავტობუსებიც პოლიციის, რომელსაც იყენებს ხოლმე პოლიცია აქციებზე დაკავებების დროს, თუმცა მალევე სამართალდამცველები ჩვენი თვალსაჩინოდან საერთოდ გაქრნენ და ახლა მელიქიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ ვეღარ ხედავთ. ეს არის უცნაური, მე და შენ წლებია კოლეგები ვართ, არაერთი აქცია გაგვიჩუქებია, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან და ყოველთვის იყო მობილიზებული ადგილზე პოლიცია შესასვლელთან, შენობის შესასვლელთან. დღეს ასე არ მოხდა. შესასვლელი დაუცველია. შიგნით ჩვენ დავინახეთ ტიტუშკები, მათ შორის ნიღბებით იყო ნაწილი და ხელში ყველას ეჭირა, თვალში მომხდა წყლით სავსე ბოთლები. მე საკუთარი გამოცდილება იმას მეუბნება, რომ დღეს ქართულ ოცნებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ხალხი ვინც იქ პროტესტის გამოსახატად მივიდა, აგრესიულად უნდა შეჭრილიყო ოფისში, მათ შემდეგ იქ შიგნით ეს მომზადებული დაჯგუფება დახვდებოდა და პროვოკაცია შედგებოდა. ასეთი განცდა გამიჩნდა. შენ ადგილიდან თუ შეგიძლია ჩემი ეს ეჭვები რაიმე მხრივ ან გააკარწყო, ან დამიდასტურო, აი შენი აღქმები გამიზიარე. გურამ ფაქტი არის, რომ დღეს პარტიას განსხვავებული სტრატეგია აქვს არჩეული, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან ადგილზე როგორც გითხარით, არც პოლიცია არ არის და არც პარტიის წარმომადგენლები არიან ისეთი აგრესიულები, აქციის მონაწილეების მისამართი, როგორც ეს იყო მაგალითად გუშინ, როდესაც ოფისის შესასვლელთან კიბეებზე იდგნენ ისინი და პირდაპირ ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ოფისის კარი არ გაღებულა და ის ადამიანები, რომლებიც ოფისში იმყოფებიან, რომლებიც სახეს მალავენ, რომლებსაც უჭირავთ ხელში წყლის ბოთლები და შესაძლოა სხვა რამეც, იმიტომ რომ გუშინ ნახეთ, რომ ეგრეთ წოდებული კასტეტებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, ეს ადამიანები რჩებიან შენობაში და ჯერჯერობით გარე პერიმეტრზე არ გამოდიან, შემოიფარგლებიან მხოლოდ უხამსი და ძალადობრივი ჟესტიკულაციით. რატომ აირჩია პარტიამ ეს სტრატეგია, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე მიჭირს პასუხისგაცემა, თუმცა აქ შეკრებილ ადამიანებს აქვთ ასეთი ვერსია, რომ დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, საკმაოდ მასშტაბური აქცია გამოვიდა დღეს და სწორედ ამიტომ პარტიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ კონფრონტაციაზე აქციის მონაწილეებთან არ წასულიყო და აქციის მონაწილეებისთვის არ მოეწყოთ პროვოკაციები. ამას უკავშირებენ სწორედ პოლიციის პასიურობასაც, რომ დღეს მიმდებარე ტერიტორია
ტერიტორიაზე პოლიცია არ არის, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუშინ იყო აქ პოლიცია, თუმცა ფაქტობრივად მათ ვერაფერი ან არაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ეს ძალადობა არ მომხდარიყო. კეთი და კიდევ ერთი შეკითხვა დღის განმავლობაში მე მოვისმინე CDC-ის პატიმრების ოჯახის წევრების მოწოდება მათ სთხოვეს ლელოს წარმომადგენლებს რომ ამ აქციაში ყოფილიყვნენ წარმოდგენილები ხომ არ შეგვხვედრია ვინმე მამუკა ხაზარაძის გუნდიდან წარმომადგენლები აქ არ შემიმჩნევია არიან სხვადასხვა პოლიტიკოსები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან, თუმცა იმ ოპოზიციური პარტიებიდან, პროდასავლური ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, მედიას არ დაგვიფიქსირებია წევრები აქ აქციაზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კეთი ნადიბაიძე იყო პირდაპირ ეთერში. აქვე უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ ლელოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრები არიან აქციაზე. ვნახოთ ჩვენ ვიქნებით 1 საათის განმავლობაში ეთერში, თუ კი ადგილზე რომელიმე ლიდერი გამოჩნდება, სიამოვნებით ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში